სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მერე გვიან ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო არასდროს აღარ გაჩვენდები, ხო? რა იყო, არ მოგწონს ჩემი სიმღერა? არც სიმღერა და არც ხმა. აი, აქ. ზოგადად იავნანას სამსახურში არ მღერია. რატო? გეძინება? ო, ადამიანებს იავნანაზე ეძინებათ. ბიჭებსაც? აი, რა შუაში არ ბიჭი და გოგო. რა ვიცი, აბა შმაგის არ ეძინება ხოლმე. კი ბატონო, 7 საათზე, კი ბატონო. აი, ეს მოვლენ. 7-ზე, დიახ. ანუ გარეთ რო ილაპარაკო არ შეიძლება? ობა. ესე რატო დააშურუპე? რა? არასწორად გაკეთებული. რატო? ჭამაზე მერე ზევიდან კარა და ხოლმე დაშენდეს. ხო და ეგრე კარგად თუ იცი? შეთուն გააკეთე რა? არა, მე კი გავაკეთებ, მაგრამ შენ რა გჭირს, ა? არაფერი. დილიდან ტვინი გამიბურღე უკვე და აღარ შემეძლია. კიდე კარგად გავაკეთე როგორც არის რა. კარგი, ეხა კარგი მორჩი ჩხუბს და კარგი ამბის მოსასმენად მოენზადეთ. დაცხია ბა. მოიცა ესეც რო იქნება მზად მე აი, თქვი. რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა. ილოცავ. გილოცავ. ეგრე არ ვარგა. აბა, ვიცეკოთ ტორტი შევაცხოთ თუ? ეგეც იქნება დღეს საღამოთი 7 საათზე. მაგრა და 4-ით. უხდი? ხო, აბა ბიჭო ერთი ძმა მყავს და არ გადაუხადო? ანუ 7-ზე. აუცილებლად. აუ, რა არის? 7-ზე ის დამკვეთი უნდა მოვიდეს, ხო? 7-ისთვისო. და მე რა პრობლემა არის, ბიჭო? სამნი მეცაკავ ვარ. დედას უტირებთ, ბიჭო. ერთამე. კი ბატონო. ხონი. ხო. მოიცა საერთოდ აღარ არის? კაი, გამოვალე ხლა, კაი. აუ, ძმებო, უნდა მაპატიოთ, რა უნდა გავიქცე. ვიდობა? კი, უბრალოდ შმაგიმ პამპერსების მარაგი ამოწურა და უნდა შევავსო. და მოიცა ნინი ვერ იყიდის? არა, ვერ იყიდის. ნახავ. და აი ამის იმედად უნდა ვიყოთ ჩვენ. არა ძმაო, ეს უკვე არასერიოზულია. რას ვაკეთებდით? აი წამო რა. აუ, ნუნუ, ეგ არ მკითხო რა. აი მთელი დღე რას ვაკეთებ არ ვიცი რა. სულ საქმეში ვარ. ზედმეტი იცი ყველაფერი და მაგიტო. არა, რა ზედმეტი, რაც საჭიროა იმის ნახევარსაც ვერ ვაკეთებ. არ ჯერა ეთო არც ერთი შენი სიტყვის. გოგო რა გახდა ერთი ჩემთან რო გამოხვიდე ისე მენატრები. მეც ნუნუ ძალიან. მერე? რა მერე? აი მაგალითად დღეს ბავშვს წაიყვანე სკოლაში, მერე მოვდექი და უკვე 2 საათია და მოვა ეხლა სადაცაა. აი მე როგორ მენატრება. ხო კარგად არის. კარგად არის ბებოს სიხარული. და აკოცე ჩემგან უთხარი ნუნუ ბებოს ძალიან ენატრებით ხო? აუცილებლად ვაკოცებ და ვეთქვი. სხვათა შორის დღეს გიკითხა სად არის რატო არ მოდის ჩვენთანო. ხო და უთხარი რომ საშინელი ქმარი ყავს და მაგიტო თქო. არ დაიჩერებს მაგას. მომკლა მაგაცმა. ჯერ იყო და ეს ფუტკრების ლივს მოვიშორეთ. ეხლა კიდე მარნის გაკეთება გადაწყვიტა. რა ქნას არ შეუძლია ამ კაც უსაქმოდ ჯდომა. გოგო რაც უნდა ის გააკეთოს, ოღონდ მე თავი დამანებოს, შემეშვას რა.
არაფერს არ გავალებს ხოლმე შენ მალხაზი, გაჩერდი ახლა. არა, ეთო კი არ მავალებს, მაგრამ იმ კახეთში რომ მიდის, ხო უნდა გავყვე, რა ვიცი, გზაში რამე არ დაემართოს, მე თავი მექნება მოსაკლავ. ხო, მაგაში მართალი ხარ. ასე იარეთ, ერთად 100 წელი მოკლეთ. შენ გაიხარა. ხო, კაი, ნუ წავედი, აბა კარგად. კაი. ბებოსი ხარ, უი. გამარჯობა. ეს ჩემი კლასელი დათია. ძალიან სასიამოვნო, გამარჯობათ. მე ელენეს ბებია ვარ. მობრძანდით. ებო, ჯერ გასადილებთ. შია? არა. არც მე. თუ სკოლიდან არ მოდიხარ? დასვენებაზე ვჭამეთ. ეხლა პრეზენტაცია გვაქვს გასაკეთებელი და ცოტა ხანში ვჭამოთ, კაი? კაი. კარგი. და კომპოტი რა შემოგიტანოთ? გამოვალთ ცოტა ხანში და დავლებთ. კაი, ბებო. შეგიძლია ის ნამცხვარი გააკეთო მე რომ მიყვარს, დათის საწყარები. გავაკეთებ, ბებო. თან დათის თუ ყვარებია? რავი, ბრიტანელებმა იყიდეს ბანკიო, დიდრები ვართო და ყავის აპარატი რო ყველა სართულზე დადგან, არა? ესე უნდა ვირბინოთ? იცი რა, ბრიტანელებს ჩაი უფრო. იცი რა მაინტერესებს? ბატონმა გიორგიმ როგორ უნდა იმუშაოს ანასთან? ალბათ პროფესიონალები არიან და პირად ცხოვრებას არ უღებენ. არა და ისეთი ამბებით დაშლილან თურმე. ხო? ხო. რა კარგია, ზუსტად თქვენ გეწევდით. აუ, ჩვენ სულ აქ ვართ, იცით? აი 1000-ში ერთხელ თუ მოგცემს ქალბატონი ანანებას, რომ მის ოთახში შევიდეთ და დავსხდეთ. ნუ ძალიან თუ დავიყლებით მარტო მაშინ. ხუმრობს და რატო გეძებთ? გენერალური დირექტორის ხელმოწერა საჭირო. მე შეხვედრაზე უნდა გავიდე და თუ შეიძლება რომ შევიდე. კი, თან გავიცნობთ. დიდი მადლობა. ხედავ, ანას და ქალიც არ მიდის გიორგისთან და ჩვენ გვაგზავნოს. შენ ყველაფერზე კომენტარი ვარ გააკეთო, შეგიძლია. ვითომ არ გაინტერესებს შენ რა. ია, მოგზანდით. გამარჯობა. გამარჯობა. მარტივად შემოვედით. რას გულისხმობ? რა ვიცი, არც დივანი, არც ბატონ გიორგის არცალია. რა დროს დივანია 100 წელი მყავს და თუ გინდათ ვათქმევინებ რომ არცალია. არა. პირიქით ძალიან კარგია რო გცალით. აი ეს საბუთები, ქალბატონმა ქეთიმ გამოგვატანა, თქვენი ხელმოწერაა საჭირო. კი ბატონო. ეს თქვენ რომელი განყოფილებიდან ხართ? ჩვენ ქალბატონი ანასტაჟიორები ვართ. ქალბატონი ანა კიდე აქ მუშაობს? დღევანდელი მონაცემებით კი. მიდის სამსახურიდან? ჩვენ რა გვაშველა? როგორ? არაფერი. რაღაც მსგავს მოუკარებული და ეთქობა მე ამერია. აქ უნდა მოვაწერო ხელი? დიახ. ცინე ჩემს ხაროში. დაიცინა, ეს არ დათრგუნულია. რატო? დაიწყონებება? კატო დათრგუნული გოგოა? მე რა სილამაზე ხარ შენ? ჩემი თავი მახსენდება. აი თვეში 10 ჯერ რომ მყავდი ხო გახსოვს? ზუსტად აი ესე გამოვიყურებოდი. სასაცილო ვარ ხო? კი. თავარი იყო მშვიდად, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. რომ მშვიდდები რა, იმ ექიმს ისეთი სახე ქონდა რა. რანაირი სახე ქონდა? რაღაცა შეშინებული და გაურკვეველი ვერ გავიგე. შეშინებული სახე რატო ქონდა? გაურკვეველი სახე კი არა, აქ აი სანამ პროცესშია ჯერ ყველაფერი და ანალიზის პასუხები არ იციან, მაშინ აქვთ ეგეთი სახე. ისა როდის იქნება ეს ანალიზის პასუხები? ნახევარი საათის წინ გამოვედით.
მგონია რომ საუკუნეა აქ. არა. 15 წუთში იქნება სისხლის საერთო. ელოტომოგრამა. მაგის მეშინე ყველაზე მეტად. მაგის პასუხიც იქნება მალე და ყველაფერი იქნება გადასარევად. მე ამან კიდე დამღალა რა. ყოველ 5 წუთში მწერს ან მირეკავს. ეგ არის ყველაზე ცოდო. აქ არ არის ახლა. ხო. აუ ეხა საქმეზე როგორ უნდა ვიფიქრო მართლა ვერ ხვდები. ხო, არ ვიცი. ეგ საქმე თუ გამოვიდა, შენც კარგად იქნები, მეც კარგად ვიქნები. არა, მაგ საქმეზე იმდენი იწვალა, რომ შანსი არ არის რომ არ გამოვიდეს, აი გამორიცხული. ამ ბოლო დროს მე კერესას ვერ ვცნობ. თქვენ ისე ვერც მე. მორჩით? ყველაფერზე მოაწერა ხელი. შენ მეგობარი წავიდა თუ აქ არის კიდე? არა, კაფეში მელოდება. კარგი. მე მგონი დღისათვის სულ ეს იყო. თავისუფალი ხარ. ქალბატონ ანას რომ დასჭირდეს რამე? არა, არ დასჭირდება. ხო, ისე დღეს არც მინახავს, არ მოსულა, ხო? კი, როგორ არა, აქ იყო. მე ვნახე, უბრალოდ ოფის გარეთ ქონდა შეხვედრები. ცოტა შეგვეშინდა. რაზე? ჭორაობად არ მიიღოთ მართლა. თქვი. იცით, დღეს HR-ის განყოფილებაში საუბრობდნენ ბატონ გიორგიზე და ანაზე. რას საუბრობდნენ? რომ ყოფილი ცოლქმარნი არიან. და ეგ რა შუაშია? დღეს ბატონმა გიორგიმ ისე იკითხა ქალბატონი ანა ისე აქ მუშაობსო, რომ ცოტა შეგვეშინდა მე და ერეკლეს. ეგრე იკითხა? ხო. ჩვენ ქალბატონი ანა სტაჟიორები ვართ და ანა თუ წავა ჩვენ რა გვეშველება. და ზუსტად როგორ თქვა გიორგიმ? კითხა ქალბატონი ანა ისევ აქ მუშაობდა თუ არა. კარგი, მადლობა. თავისუფალი ხარ. რამე სანერვიულო გვაქვს? არა, არაფერი. კარგით. აუ, ხინკალი რა კაია? მოიცოდა. ცხელები არ შემოვა? კაი ზვიად, როდისმე დამიტოვები ხარ მწვადის გარეშე? ეგეც მართალია. ბიჭა? აი ეს შენ ჩემგან. ვა, მართლა? აბა? დაბადების დღე საჩუქრის გარეშე ვის გაუგია? თან ბოსის ნახარ. მაგარია, მაგრამ მე დაბადების დღე გუში მქონდა. ხო, გუში მქონდა. შენ არის ღლაპებთან. ხოლო დღეს ნაღების საზოგადოება შევიკრიბეთ ძმაო. მომისმინე. კობა რას გეუნებოდა ტელეფონში, ეხლა რა შემოვდიოდით, ვერ გავიგე. აუ, რა ვერ მოვალა. რატო? რა ვიცი, ალბათ ძინავს უკვე, დაღლილი ვარო. არა ვარ კარგათო, თან ერთ ჩქარო დავლიო, ეგრევე დამეძინება. აი, არა, მაგრა იცის, გაჭედო არა. მოსულიყო, დამჯდარი იყო და ნუ დალევდა რა. ხო, მეც ეგ უთხარი, მეც აქ ვარ, არ ვსვავ თქო. ეს შენ რაღაცა ვერ სვა. მეც ზუსტად ეგრე ვარ, აი, ერთი ჩქარო დავლიო, ეგრევე დამეძინება. რა იყო კასპერ, რამე გაზს უშვებს სამსახურში თუ? არა, რა, გეხვეწები რა, ეს გაზი, პამპერსები, აი, ეგეთ რაღაცებზე დღეს არ ვიყაპარაკოთ რა. ხო და მე და შენ დავლიოთ. და მანქანას აქ დავტოვებ რა. ჯიგარი ხარ. არა. ეგრე კი არ უნდა უთხრა. ყურე? ძმა ხარ. ვა. ანუ ცოლს რომ მოვიყვან და ბავშვები რომ ეყოლება, მეც ესე რაღაცნაირად უნდა ვიხუმრო. ხვდები ხო ცოლი რატო არ მოყავს? არა, ეხლა შენ ნუ გეწყინება, ეხლა შენზე რო ხუმრობთ, მაგრამ ბიჭო არსენა გახსოვს რანაირად ხუმრობდა. აუ, რა საშინელ ანეკდოტებს ხვდებოდა ხოლმე. მარტო თვითონ რო ეცინება. თუ შენს გეცინება. არა, მე რა, იმიტომ ეცინებოდა რომ საშინელ ანეკდოტებს ხვდებოდა. კატასტროფა. ამ ხუმრობაში იუბილარი გადაგავაწყდათ. სიძახი. მოდი. ამ ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდ გამართლებას გავუმოწოს.
ჩემს ძმას გაუმარჯოს. როგორ იტყვის ხოლმე რა, აი, სულ ბურთავს. გაგიმარჯოს, აბა კარგად იყო. მადლობა, მაგრამ დამიჯერე შენ უფრო დიდი გამართლება ხარ. აი, ხოჩა. მე მგონი მაგრა დავტოვეთ. თითოც? არა, ტაქსის გამოვიძახე. მეც გამომიძახე და მანქანას არ დავტოვე. მაგრამ არ მახსოვს როგორ უნდა. მოიცა. მანქანას აქ რა დატოვებ? მე მაგ მაგარი იდეა, უყურე? ჩვენ ერთი გზა გვაქვს. გასხები მომეცი, სახში დავტოვებ, მე სახლში ავარ და ხვალ ცეხში მოგიყვან დილით. მე არ მტოვე. კასპერ, არ გიწყინოს, მაგრამ შენ ძალიან შორს ცხოვრობ და თან ხო ნახე ნინიმ რამდენჯერ დამირეკა. აჰო. მაშინ მე ავდგები და ტაილანდურ მასაჟზე წავალ. მაგარია. მასაჟი? მასაჟი. რაგაცინებ შეცოლი ყავს ბიჭო. კარგი რა. ერთადერთი ახლა მე რაც მინდა ეს არის კარგი გამოძინება. ხო, აბარა. თითოც რა. დავუძახ ხო? საწავიდა ეს ბიჭი, მოგებინა რა. არ ვიცი როგორ უნდა უთხრა. მომისმინე. შენი ნერვიულობა არის გადამდები ბავშვზე. ეხა ყველაზე მთავარია რომ შენ და კატო იყოთ შვიდად. და ნახე. გამაგარი რაღაცა უყიდე. მაღაზიაში მითხეს გოგოებმა. გოგოებიო, ჭყეტავა ფერებზე უგიჟდებიანო რა. აღარ შემიცი. რა ხდება? მოხდა რამე? ბავშვი როგორ არის? შეხვიდე, არ შეხვიდე, წინავს რა. და რა ხდება დედა? დაკოპე. რომელიმე მეტყვით რა ხდება? შეიძლება დაბრმავდეს კატო. რა? ამბობდი არ მომწონს რაღაც თქო. რას ნიშნავს დაბრმავდეს? ანუ რას მეუბნებით რომ ეხლა ვეღარ ხედავს ბავშვი? ცუდად ხედავს. თუ ესე გაგზელდა შეიძლება საერთოდ ვეღარ დაინახოსო. წარმონაქმნი აქვს რაღაც თავში, რომელიც მხედველობის ცენტრს აწვება. რანაირად? არ ვიცი ესე გარავენ. ვიცი რა, ეხლა კვლევებს ჩაუტარებენ და მე რა ვეცოდინება უფრო ზუსტად. განარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ისე ქიმი არანაირ კვლევას არ ჩაატარებს დედა. აღარ ჩაატარებს. მოსმინე ერთი ექიმის დასკვნა არაფერს არ ნიშნავს თაკო. ეიგე? თაკო. ტომოგრამაც გადაუღეს. ტომოგრამას
ჭირდება კარგი ექიმი რო დასკვნა გამოვიტანოს. მართალი ხარ. ხო. ხვალ ვიპოვი კარგი ექიმს. თაკო გესმის? არ შეხვიდე. გერას მომისმინე რა. თქვენ მომისმინეთ ეხლა რა. მომისმინეთ ხო რა. ჩვენი კატო იქნება ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჯანმრთელი. გესმის? ყველაზე მაგარი გოგო დედამიწაზე. ეგ Some more is that you give oh get some more is that I forget the floor that by Rezi some more მოვედით მოვედით აუ მე შანსი არა ამას არა არ მოусმე ბოლომდე მანქანა გადმოსვლელი არ ვარ on the floor and the body some more is that she gets some floor and the body some more is that time she gets the floor who dips some more is the finally gets the floor მოვედით მე რა მე რა ბიჭო უხერხულია დილის 5 საათია გააღვიძე მთელი მეზობლი გაიღვიძონ კაცო მკიდია რა მომისმინე სახლში პატარა ბავშვები მელოდებიან რა აუ ზუია აუ არ მინდა სახლში გეხვეწები არ მინდა არ გინდა მაგრამ გჭირდება უნდა გამოიძინო მოდი აუ გამოვიზინებ და დავიძინებ ხო აუ ნელა აუ ზუია ისი რამდენი ხანია წესიერად არ მძინებია აი დამიჯერე დღეს ბავშვი დაგეძინება რა რატომ თრალი რო ვარ შეხო გაგიგია თრალი კაცი კარგი კაციო წავიდით და შენ გონია რომ მე კაი კაცი ვარ გონი არა დარწმუნებული ვარ აუ რა პონჩი რა პონჩი და თუნდაც იმ პონჩი რომ კასპერას მახარ ეკი თან პატიოსანი კაცი ჩან ხარ და იქ კარგია მოდი აუ ზვია აუ რა კარგად თქვი ჩან თუ გავხარ აუ რა ზუსტად თქვი აი ჩან ხარ ხო თუ გავხარ ო რა იყო არ ხარ მოდი კაც კი მაგარი კაცი ვარ აი განსაკუთრებით 3000 ლარი რომ აქვს ვალი გადასახდელი მაშინ ვარ ყველაზე მაგარი კაცი და სად ხარჯავ მაგდენ ფულს აუ ზვია აუ გეხვეწები მკითხე შემოსავალი რამდენი მაქვს რა კარგი რამდენი გაქვს ნული ზუსტად იმდენი რამდენიც მე თვითონ ღირვარ ზუსტად წამორა აუ არა ერთი წუთი რა ზვია ერთი წუთი ეხა შენ მითხარი აი შენ გამო რომ ციხეში მოხდეს კაცი რა სიზა მოიცა ჩემ გამო ვიღაც ციხეში რატო უნდა მოხდეს აი რაღაცა დააშავე და სხვა ჩასვეს შენ მაგივრად რა სიზა გამორიცხულია ეგ ბიჭო რატოა გამორიცხული ადექი და ვიღაცას უპროჭე და მე შენ შეტენებს და შენ მაგივრად ჩასვეს ის ვიღაც რა არ შეიძლება რა სიზა ეგრე გამიჭირდება ცხოვრება ალბათ ღამეც არ დამეძინება ეგრეა მაგიტომაც არ მძინავს უკვე 10 თვეა